მოდი აბანელა თქვა შემდეგი კიდე თუ ასო ვთქვათ კ ანუ #2+1 ფილმის ხომ არ გინდათ მოგიწვიოთ და ჩვენს ერთად ბაზარი არა აუ გამარჯობა. დღეს განვიხილავთ ფილმს, რომელიც შემოგთავაზა მაყურებელმა. დიდი მადლობა ამისათვის და თქვენს თუ გინდათ რომ რომელიმე ფილმი განვიხილოთ, შემოგთავაზეთ, დიდი სიამოვნებით განვიხილავთ. ხოლო დღევანდელ ფილმს რაც შეეხება კი იცით, ნანი მაკფი, რომელიც ქართულად უფრო ცნობილია როგორც ჩემი საშინელი ძიძა. პირდაპირ თარგმანია. ვერიტყვი რომ არ არის. სუბუქი ფილმია და შესაბამისად განხილვაც სუბუქი იქნება. უბრალოდ გავერთოთ. ვიჩილავთ. ბავშვობის ფილმია, ტელევიზორში ნანახი ფილმი, აქვს ორი ნაწილი, თუმცა დღეს ვისაუბრებთ 2005 წლის ფილმზე, ანუ კლასიკა რაც არის მაგას. თუმცა მეორე ფილმიც მე რაც მახსოვს და მე ეგ უფრო კარგად მახსოვდა ვიდრე ეს პირველი ნაწილი. მიყვარდა იმ ფილმის ყურებაც მომწონდა ხოლმე. მაგრამ ეს ძალიან კლასია, იმიტომ რომ თან კოლინი არის აქ და იღიმის ხოლმე და უნდა ვთქვათ რომ კერკ ჯონსი არის ამის რეჟისორი და წინა ფილმის რაც განვიხილეთ I swear იმის რეჟისორიც კერკ ჯონსი არის და ხო საინტერესოა რომ ესეთი სრულიად განსხვავებული ფილმები ესე შემოხავს, იმიტომ რომ ფილმოგრაფია სხვა რეჟისორებს რო შევხედოთ, ისეთი მდიდარი არ აქვს და ასეთი მრავალფეროვანი განსხვავებული ჟანრები როა. მით უმეტეს რომ ეს ფილმი მოგვეწონა, ეს ფილმიც რაღაც ნოსტალგიური არის, ასე რომ ხო ჩახთ ბატონოგი და ემა ტომპსონზე ვთქვათ, რომელიც აღსანიშნავი პიროვნებაც არის და მთავარ როლს თამაშობს. იგი არის მათი საშინელი ძიძა და არა ბიძა. ოღონდ 50 წლის კაცი. ჩვენ ახლა აღმოვაჩინეთ ვიკიპედიის საშუალებით, რომ როგორც ნამდვილმა კინომცემელმა ემა ტომპსონმა დაწერა ამ ფილმის სცენარი, რაც crazy. Why not? Okay. ემა ტომპსონი ანუ სხვა რაღაცების სცენარებიც აქვს დაწერილი. ანუ მე რა ვიკიპედიაში რომ ჩავიხედოთ შეიძლება აქვს. ვარსკვლავური ოდისეა არის სამი სცენარი. დიუნი. ყველაფერი ემა ტომპსონის დაწერილია. სტივენ კინგი არის ამის ფსევდონიმი. მოვჭით ემა ტომპსონზე საუბარს. ხო, დავიწყეთ ემა ტომპსონზე საუბარს. იმიტომ რომ ხო ეს მსახიობი ვიცით როგორც ძალიან მაგარი მსახიობი, ძალიან დასამახსოვრებელი. ძალიან გამორჩეული და იდან მაგარი მსახიობი და თითქოს ზუსტად იმიტომ რომ გვიყვარს ორივეს და აქამდე რო არ ვიცოდი რომ თუ მე ადამიანის სცენარისტი ყოფილა და თან კარგი სცენარისტი. თან ჩვენი ბავშვობის ფილმის ხო, ბავშვობის სცენის ეგ რაღაც ვიკიპედიიდან არ უნდა ვიგებდეთ მე მგონი თათა. მგონი უნდა მოეწონა. მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს და ჯობს ვიკიპედიიდან ვიდრე საერთოდ არსაიდან. ვიდრე პოსტი როგორც ვთქვით, სუბუქად სასაუბრო ფილმი არის ხო, რაზეც მოგვესაუბრება იმაზე ჯერ მოდი ჯობია ვთქვათ რა გვახსოვდა, არა? რომ ასე ახლა სცენარით გასაგებია, რომ სულ რომ დეტალურად არაფერი გახსოვდეს, მიხვდები ისედაც, რომ ჭიროები ბავშვები და ძიძა, ხო, ძიძა მაკბე უნდა მოარჯულოს. ეს ფილმი არის მერი პოპინს და მუსიკის ანგებს რო შვილი ნაყოლოდეთ. რომ აი თან ანუ განსაკუთრებული ძიძა, ხო რაღაც ისეც სპეციფექტებით ძიძა და რაღაც კარგი ემოციები, რა ის ნოსტალგიური განწყობა არ მახსოვდა, რის გამო იყო და რომ ჩავრთიან მალე ეგ ჩავიწერ, მეთქი არ დამავიწყდეს ხო, მაგრამ რას დამავიწყებდა, იმიტომ რომ მთელი ფილმი ზუსტად ეგ არის, ატმოსფერო რაცა, production design-ი არის აი ძალიან მაგარი. ძალიან საოჯახო ფილმია, ფერები არის ულამაზესი, უსაყვარლესი, განსაკუთრებით დეიდა რო ჩამოსდა ამ საშინელი შესასვლელიდან გავიდეთ და მეთქი რა საშინელი შესასვლელი მიყვარს ეს შესასვლელი, იმიტომ რაღაც ლურჯი ფერია, გადაფხეკილია და ამ გადაფხეკილებში მოჩანს წითელი ფერი, ანუ ძალიან მაგარი აურა არის და ძალიან მაგარი დეიდას ვირი ეგონა ბავშვი, ამიტომ შეხარ მართა. ასე რომ ხო ცადმედობით ასეთი ადამიანის ზერას ხო ზუსტად აი რაც ვიქ საოჯახო ფილმებს და აი ფენტეზის ფილმებსაც უფრო ეს ატმოსფერო ქნის ზუსტად რაღაცა ის ფერადი რაღაც და
აქ არის კიდე აი უფრო ზღაპრული ატმოსფერო რა, იმიტომ რომ თვითონ რაზეც არის აგებული ეს აი ბოროტი დედინაცვალი, ჯერ ეგ რო არის შემოტრიალებული, ეგ ძალიან მაგარია. ანუ ბოროტ დედინაცვალზე არ არის ეს ფილმი, ეს არის ურჩ ბავშვებზე, რომელსაც მოერჯულებს დაიმსახურეს ბოროტ დედინაცვალი ნაძირ. გვანც ეს არ უყვარს ეს ბავშვები და მე ძალიან მიყვარს და წერს კომენტარებში თქვენ გიყვართ თუ გეზიზღებათ. იცით როგორ ლანცხავდა გვანცა. ნაცირა ბავშვები რანაირა იქცევ ეგრე რატო უნდა მოიქცე? იმიტომ ძალიან მარტივია რატომაც უნდა მოიქცე. იმიტომ რომ მამის ყურადღება აკლიათ, დედა გარდაეცვალათ და ეს არის მათი პროტესტის გამოხატვის ფორმა. მაშინ ბოლომდე რატო არ მიყვენ მაგ პროტესტს? თუ დაიწყე ბოლომდე მიყვენ. იმიტომ რომ მათთან ერთად მამაც შეიცვალა და მეტი ყურადღება მიაქცია. ვერ დაინახე ბოლოს რო წაუკითხათ წიგნი? ეგ მე ძიძამაკ ფილმი მას. ძიძამაკ ფილმი მარტო ბავშვები კი არ გაზარდა იმ მამასაც. ხო და ზუსტად მე მაგიტო აღარ გამოხატეს პროტესტი, იმიტომ რომ თვითონაც გაიზარდნენ და ისე. მე არა, ვაიმე აი ოღონდ აი სკეპლა მომცა. არა, შენ გაგაგდებდნენ ერთ დღეში. მე? აქეთ გაგაგდებდნენ სკეპლით. 17 ძიძა გააგდეს, 17. შო მამა გააბრაზონ მე რა დავაშავე აქ. მოვედი შენზე ვზრუნავ ბავშვო და საბანი შეგიკეცი და შენ კიდე როგორ გაგცვა. დიახ, ასეთი კეთილი ადამიანი ვარ, სულით ვარსამდე და არანაირი აგრესია ამ ადამიანში არანაირი აგრესია არ ვფიქრობ. ხო, თვითონ ბავშვებზე ვთქვათ, რომ ძალიან ზაყვარლები არიან. ყველაფრის მიუხედავად. არა, მართლა ძალიან ტიპები არიან და მე მაინტერესებს და ის პატარაზე ალბათ ანუ რაღაცები CGI-ით თუ რა ვირითი არის, აი რო ლაპარაკობს თვითონ და ძალიან ისეთ მეტყველ გამომეტყველებას რო იღებს, ეგ ეხლა არ მგონია მართლა 7 თვის. AI-ით გაკეთებული. ამ ბავშვებიდან უფროსი ბალღი ვინც არის საიმონ. ხო, საიმონი არის ხოლოსე. მე კინოზე რო წავედი და ეს კიდე მქონდა იზრა და არიგა შორი. და ესე შენ წახვედი? It's all Simon. დაწერეთ კომენტარებში თუ გახსოვთ ეს ფრაზა. რომელი შენ იმიტომ შენ ხარ გივასება ეს ანდერსონი. ამას იზღება ვისარდესო, უნდა რომ ამას ბავშვები იზღება. ხო და ვამბობდი იმას, რომ ამ ბავშვებთან უფროსი საიმონი სახიობი არის ყველაზე ცნობილი. ეს მინდოდა. ერთი რაღაც მაინტერესებს უბრალოდ. მან დეგარი დაახლოებით რამე 12 წელი, 13 წელი. იცი რა, პერსონაჟი არ ვიცი, მაგრამ სახიობი ალბათ 20 წლის იყო. ეგ კითხვა გამიჟორ მეთქი. აქ 20-ის არის თუ 22-ის, ანუ სრულწლოვანი ალკოჰოლის დავლების უფლება ქონდა ამ დროს თუ არ ქონდა. ტიპაჟები, ბავშვების ტიპაჟები ძალიან კარგად ხარ არიან არჩეული. ძალიან დასამახსოვრებლები არიან, უფრო ბიჭები მე მგონი. რაღაც სექსიზმი ბუდობს. მე ვარ სექსი. ბავშვები და დანარჩენი მსახიობები ძალიან ტიპაჟები ისეთი, როგორც აი სხვა ფილმების განხილვებში რო ამბობთ, რომ აი ძალიან სტერეოტიპულია და გადაღეჭილი და გადმოფუთხებულია ისეთი პერსონაჟები და ეს ფილმები ისეთი ფილმებია, რომ ზუსტად ასეთი სტერეოტიპური ტიპაჟები უხდება. თუ სხვანაირი იქნება, ხო, ანუ თუ სხვანაირი იქნება, კი ბატონო, ძალიან კარგი, მაგრამ უხდება, ზუსტად მაგიტომ რომ ხო როგორც შენ თქვი, ხაპარია. და რა საკვირველია ახლა ასეთი მამის როლზე კოლინ ფირსზე. თან ეს ფილმი არის გამოსული 2005 წელს. ბრიჯიტ ჯონსი გამოვიდა 2001 წელს მე მგონი. ხო, 2003 წელს. მოკლედ, ხო, ზუსტად ვიცი, რომ ჯერ Pride and Prejudice უყურეს მე ბრიჯიტ ჯონს და იგი დაინახეს ამ როლში. იმიტომ რომ შეუძლებელია რომ იგი ამ როლში არ დაინახო. რაც იგიში კოლინი იყო. გეგები რაც იყო ჩადებული, კიბეზე დაგორება, საცვალო როცა მიდის სახლში და ზედ რო ახტება და ანუ რა ის. ხო, ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ეპიზოდი. კი, ყველაზე სამახსოვრო მე მგონი, ეგანი ისეთი მომენტები იყო, რომ ბავშვები რომ უნდა გააჩინოს, აი გულიანად რომ უნდა ახარხაროს ეგეთ. და ამიტომ ხო, ესეც ძალიან მოხდა. ეგ უნდა გაიკეთებინათ ერთადერთი რაც არ მომეწონა, ოღონდ ეგ ჩემი პირად დამოკიდებულება არის, ვიცი რომ ბავშვი ბევრი ბავშვი ეგეთ რაღაცებზე იცინი ხოლმე საჭმელებით გუნდაობა და სროლა. ნუ ყოველთვის ამაზე ზენი იყო ჩემთვის და ძალიან არ მიყვარს. აი იგივე ამ ფილმიდან და სხვა ფილმებიდანაც ფილმი რომ მიყვარს, მაგრამ ეგრე საჭმელებით გუნდაობენ, აი ძალიან ცუდად ხდები ხო? აი ხალხს რო ეგეთი რეაქცია აქვს, ნუ მეც და ნუ ვიცი რომ შენს აი ცხოველებს რო იყენებენ. ხო, ცხოველებით რო იგუნდაო. ცხოველებს რო აკლავენ ფილმისთვის და რაღაც აწამებენ და
შეიძლება არ აწამებენ, მაგრამ კლავენ, ხო? ეგ რეაქცია რაც აქვს მაგაზე, შენ გაქვს ეგ საჭმელზე. ეს იმას აიშოს ცხოველების მკვლელობის მომხრეबाट თუ შეიძლება დავაკვირდე. ხო, მაგრამ იქიდან გამომდინარე ბავშვებზე რა ემიბარაკე. საჭმელი უფრო მნიშვნელოვანი. ამ სცენარსო წერდა ემატომ სონი რაღაც არ ამგონი ეფიქრა რომ გვანცას ის არ მოეწონება, ამიტომ იმას არ ჩავსო. რასაკვირველია არა. რასაკვირველია მე არავინ მითვალისწინებს ყველა თავის თავზე კი. მაგრამ ამ გასაგებია, იმიტომ რომ ბევრს ეცინება და ბევრს მოწონს ან ბავშვებზე არის პირველ რიგში საუბარი, ასე რომ ხო, ეგეც სასაცილოა. ტუმები და დაგამშვიდებ. არ მგონია რომ ეს ნამდვილი ტორტები იყო. ფერები ისეთი ქონა, ხო? ხო, ანუ ეგეც და მე მგონი ანუ არც იყენებენ ხოლმე თუ ძალიან რაღაც აი ესეთი ბიუჯეტიანი ფილმი არ არის, ან მაშინაც რატო უნდა გამოიყენონ ამდენი ნამდვილი საჭმელი, როცა იმით შეუძლიათ გეკეთება. წყლარწევით. აი კოსტუმები იყო ძალიან მაგარი, ძალიან მომეწონა. აი ისეთი როგორიც აი მაგა fairy tale რაღაც ხაპარი უნდა ყოფილიყო და მაგაშიც ჩადებული იყო აი ბავშვისთვის, რომ მარტივი გასასხვაობელი იყოს, კარგი ვინ არის, ცუდი ვინ არის და საინტერესო ხუთშორის ის არის, რომ მაკფი სულ შავებში არის გამოწყობილი და შავი როგორც ვიცით რაღაცა გლოუ, ანუ რა სიმბოლოს არის არ ახსნე ხა. ყველაზე მარტივი ამოსაცნობი ფერი არის სიმბოლურად და ხო, ზუსტად მაგის ხო ვარ, იმიტომ რომ თავიდან ანუ რომ შემოდის ეს პერსონაჟი ფილმში, ბავშვი რო ხარ შენს გეშინია და რაღაც ანუ უფრო მირი პოპინსი არ არის აშკარად, ხო? პირველად რომ ამბობს თავის ცნობილ სიტყვებს, რომ მე აქ დავრჩები სანამ გჭირდებით და წავალ როგორც კი აღარ დაგჭირდებით და გენდომებათ რომ დავრჩე, ხო? ბავშვებიდან მახსოვს რომ გეშინ მე არასდროს მენდომები და არც ამ ბავშვებს არასდროს ენდომები, ჩინ არავის არასდროს ენდომები, აი ეს იყო ხოლმე ჩემი დამოკიდებულება და რა? მე არ მქონდა ეგ დამოკიდებულება. არა, შენ მხოლოდ ბავშვების მიმართ. ეხლა რომ უყურებდი, დამზადე ხანი არ მინახავს და ძალიან ბევრი რაღაც არ მახსოვდა, რა თქმა უნდა, უბრალოდ ზოგადი სიტუაცია და ვაიბი და ეგეთი რაღაცები მახსოვდა, მაგრამ ეხლა რომ უყურებდი, ეგრევე როგორც კი ეგ ფრაზა გავიგე, ხო, ანუ ზუსტად მაგაზე არის გაცვლილი, რომ მე გაიმეოროს ეგ და ეს იყოს სევდიანი. და მართლა მაგით ვთორდება და ბოლოს რომ მიდის მარტო, ისე რომ არც ემშვიდობება ამათ, ალბათ ყველაზე სევდიანი ეგ იყო, რომ ანუ დამშვიდობების საშუალებაც კი არ ქონდათ. მაინც ვწუნდები, რომ გინდა რომ დარჩეს, მაგრამ რადგან გინდა, ის აღარ რჩება. კიდე საინტერესოა, დედის პერსონაჟი, გადაცვლილი პერსონაჟი, რომელიც როგორც ვახსენე, გადაცვლილია. სიუჟეტის განვითარებისთვის ძალიან დიდ როლს თამაშობს, აი რო არ არის ეკრანზე, მაგრამ გრძნობმის იქ ყოფნას. და რაღაც მომენტებში მაკფიზეც ამ ძირას თითქოს ისეთ შეგრძნება გაქვს, რომ რაღაცა დამჯერა რომ ამ ფილმს განვიხილ. ისეთ შეგრძნება გაქვს, რომ აი იმის გამოგზავნილია რაღაც კავშირი უნდა გქონდეს ესეც, იმიტომ რომ მარტო შინაარსობრივად კი არა კამერაც აკეთებს მაგას, რომ აი რაღაც მომენტში ის რომ თავის გადაცვლილ ცოლს ლაპარაკობს, ამაზე close-up-ია და რაღაც სახე ეცვლება. მერე ბოლოს როგორ ემშვიდობება იმ ერთადერთი ვისაც დაემშვიდობა ოჯახიდან არის ეს გარდაცვლილი დედის სავარძელი, რომელიც მაგ ადამიანის სიმბოლოა. ანუ ეგ კავშირიც ძალიან საინტერესოა, რომ აი გაძლევს საშუალებას. შეიძლება ბავშვი რო ხარ მაგ დროს არ იფიქრო, რომ აი ეს რაღაც დედის გამოგზავნილი და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ანუ შეგრძნების დონეზე მაინც გიტოვებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აი ეს რაღაც ტრაგედია მოხდა და ეს ადამიანი აღარ არის თავის შვილთან ერთად, მაინც რავი უვლის მათ, ასწავლის, იმიტომ რომ თქოს ეს მაკფი იმის ხელით და იმის მაგივრად აკეთებს ამ ყველაფერს. მეორე ფილმი მე როგორც მახსოვს, მე მგონი იმ 7-დან ერთ-ერთი არის. ანუ მეორე ფილმში თამაშობს ჯილენჰოლი. ჯეიკ ჯილენჰოლი. არა, მეგ ჯილენჰოლი. ხო და მე მგონი ერთ-ერთია. და მეგი თამაშობს, ანუ ემა ტომსონი ხო ისევ თამაშობს იმის. კი, არა, შობლის როლს თამაშობს როგორც მახსოვს. და ნეტა ის პაწუა ბავშვი ხო არ არის, თუმ ის პაწუა გაიზარდა და ის არის? კიდე იმას რასაც აკეთებს ძალიან კარგად ეს ფილმი და რაც აუცილებელია მსგავსი ტიპის საოჯახო ფენტეზის გაფრული ფილმებისთვის არის, რომ კონკრეტულ პერიოდზე არ არის მორგებული რა, ანუ არც რაღაც მე-19 საუკუნეა, არც მე-20, არც 21, როცა გამოვიდა, ანუ ზოგადი სიტუაცია, როგორც ხდება ხოლმე
ზღაპრებში, რომ უბრალოდ არსებობს სივრცეში კონკრეტულ დროში არ არსებობს. უბრალოდ ზოგადად დროში არსებობს და მაგას ძალიან კარგად აჩვენებს, იმიტომ რომ არ გიჩნდება ეგ განცდა, რომ აი როდის ხდება და აი რომელი წელს და რა თარიღში არის ეს წერილი თუ სიხარული. ერთი რაც არის, რომ ასეთ ფილმს ყველა შემთხვევაში ისეთი მიდგომით, როგორც აქ გასაგები იქნება რა გულისხმობ, დღევანდელობაში ვერ გადაიღებდნენ. დრო ძალიან ისე სერიოზული ამბავი ატყდებოდა დარწმუნებული ვარ ეგრეთ წოდებულ body shaming-ზე. იმიტომ რომ შემოდის მაქვი, რომელიც გამოიყურება საშიშად, ეს შიშაშიშე, ანუ მის სახეზე, შაშიშობა, ანუ სახეზე ხო დაუშვათ ის მეჭეჭები რაც აქვს, კვილი, წარბები, ცხვირი და ასე შემდეგ. და ყოველი ამ ბავშვების ერთი ნაბიჯით გაკეთილშობილება მის სახეზე ამ რაღაცებს აკრობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ასეთ რაღაცას არ გააკეთებინებდნენ. არა და ბავშვის გონებისთვის ძალიან პატარა ბავშვი ამას რო უყურებს. ძალიან კარგი სიმბოლური ჯაჭვი არის. მე რო ამ ფილმს უყურე და ამას ამ მომენტში შევხედე და ეს სიმბოლოები რო დავინახე, საერთოდ არ გავზრდივარ იმ ფიქრით, რომ რაღაც ესეთი ადამიანები უნდა შემზიზღებოდა ან რაღაცა, ანუ ასე შემდეგ. და მეიკაპი რა მაგრად არის გაკეთებული, ეგ არ გვიხსენებია. აბა ის ბავშვებს რო ვითომ წითელა გქონდათ, რა მაგრა გაიკეთეს მეიკაპი. ხო. ერთი ახლა რაც შეგვიძლია ისე ვთქვათ, ალბათ გადაჭრით, რომ ისეთი რას უკვე ვთქვით. შეგვიძლია შეგრძნოში ჩავსვათ. კარგი ფილმი, კარგმა ფილმმა, კარგ ფილმს, კარგი ფილმის, კარგი ფილმით, კარგ ფილმად, კარგო ფილმო არ იქნება, მე მგონი წოდებითი. არა, წოდებითია. კარგო ფილმო? ჩვენი გრამატიკული 30 წამი დუბლი 2-ისგან. სახელობითი მოთხრობითი. იცემითი ნათესაო. ეგ ფეილის ძალიან თბილი ფილმია, ძალიან კარგი ფილმია. უბრალოდ იცი როგორი ფილმი მგონია, ისე ურჩ ბავშვებს რო ანახო ძალიან ბევრს იცინებენ. გაგრძელებენ ხო იმის, ხო ანუ ბევრს იცინებენ მაგიტო რომ დასცინებენ რომ ანუ ბანძებო როგორ დაუჯერეთ. თქვენ თავი ურჩი გონიათ, ამა რეალ ურჩი. Pink Flamingo-ში რო არის, რო იჯიბრებიან ვინ არის ყველაზე ისა საზიზღარი. აი ეს იდეა რა შეიძლება რომ ითქვას. ყველაფერი კარგი და ყველაფერი საუკეთესო. მე მგონი არის, ანუ რაღაც ადაპტაცია კი არ არის. რაღაცის მიხედვით აგერ ჩავთავ ვიკიპედიას კაცო. ეგ თანი მატილდას წიგნების სერიაა მე მგონი. რაც ჩვენ საკითხული არ გვაქვს, ამიტომ ვერ ვილაპარაკებთ ამაზე. მაგრამ შეგვიძლია გითხრათ რომ მოკლედ შემდეგ ვიდეოში შემოგთავაზებთ. ეგ შეგვიძლია დავაანონსოთ. კარგი ნიშნების ახალი ფილმივით რაღაცა რო გამევიდა მაგას. რაღაცა იჭყვი გვაქვს რომ ისეთ ხალხს გიპოვით, ვისაც ასევე ძალიან გიყვართ. ჩვენ შემოგთავაზებთ ამის განხილვას, ამიტომ ესე back to back fantasy-ს სამყაროები იქნება, ესეც fantasy, ისიც fantasy, ძალიან განსხვავებული fantasy, მაგრამ მაინც fantasy. ეს პატარა ვიდეო შემოგთავაზებთ, უბრალოდ შილაობივით. როგორ დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენს შემოთავაზებებს და დაგვიწერეთ კომენტარებში და კიდევ ერთხელ მადლობა, რომ დაგვიწერეთ, იმიტომ რომ სულ მართლა არ მახსოვდა ეს ფილმი საერთოდ და თან ისიამოვნე. კი, მადლობა, რომ ეს ნოსტალგიური განწყობა დაგვიბრუნეთ. კი, და ძალიან უხდება ჩვენს ხო, იმას ვამბობდი, რომ ჩვენ ის რუბრიკა რო გვაქვს, სადაც ბავშვობის ფილმებზე ვლაპარაკობთ, ესეც რაღაც მაგის ნაწილივით გამოდის. კი, ისე ხო არ გინდათ ბავშვობის ფილმების მეორე ნაწილი მოვცხოთ. იმის ხომ არ გინდათ მოგიწვიოთ და ჩვენს ერთად. ბაზარია რა. ფილმს თუ გინდათ კომენტარებში დაწერეთ, ჩვენთან მოდით და გავაკეთოთ ეგეთი ვიდეო, ამ სამივე დავსხდეთ და ბავშვობის ფილმები გავაკეთოთ. თან გავიცნობთ ერთმანეთს? კი, ბაზარია რა. ხო არ ჰეშტეგი რამე ხო არ ვქნათ. ან #2+1 კომენტარებში #2+1 და გვეცოდინება რომ გინდათ სურვილი რომ ჩვენთან ერთად ჩაწეროთ ვიდეო. კი, ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ.